დიზაინი ჩემთვის ყოველდღიურობას ბევრად უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის. ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც ადამიანები ჩემს მიერ შექმნილ პროდუქტს რაღაც სულიერად უახლოვდებიან და მათთან დამეგობრების, მათი ყოველდღიურად გამოყენების სურვილი უჩნდებათ. ნებისმიერი ჩვენთაგანის სახლში სხვადასხვა ფუნქციის ნივთები ყოველთვის გამოხატავს პერსონის მისწრაფებებს, თქვათ, ხასიათს, სხვადასხვა გემოვნებას და ასე ვთქვათ, ყველაფერს, ცხოვრების სტილს. მისი ფუნქციურობა ბევრად უფრო უკანა პლანზე გადადის ხოლმე და შეიძლება ვთქვათ, რაღაცა განსაკუთრებული დამოკიდებულებაც ჩამოგვიყალიბდეს ამ პროდუქტებთან და საერთოდ წარმოუდგენელიც იყოს მის გარეშე არსებობა. ამ შემთხვევაში iPhone-ს არ გულისხმობ ნამდვილად. რატომ უნდა იქმნებოდეს საერთოდ ახალი პროდუქტები ჩვენს ერაში, როდესაც ამდენი რამე არის მოფიქრებული, მილიონნაირი ვერსია არსებობს თითოეული საგნის და უკვე გადამუშავებული და ნაფიქრი და ასე ვთქვათ, გადაღეჭილია თითოეული საგანი, რომელსაც ჩვენ ყოველდღურად ვიყენებთ. ვთქვათ, რატომ უნდა შექმნას ადამიანმა რაღაცა 1003 სკამი, როდესაც 1003 უკვე არსებობს და შეიძლება რომ თავისუფლად არსებული არჩევანიდან რაღაცა არჩევანი შევაჩეროთ ერთზე და ის გამოვიყენოთ. ეს ალბათ ჩემი აზრით ასე ვთქვათ, განვითარების და ინტერესების მუდმივად ცვალებადობის რაღაცა დაუსრულებელი ციკლია და იდეაში რომ ვთქვათ, ჩვენს პლანეტაზე ადამიანის ნაკლებობაც არ არის და შესაბამისად რამდენი ადამიანს არსებობს, იმდენაირი ნივთი შეიძლება რომ არსებობდეს, იმიტომ რომ ყველა ადამიანს სხვადასხვა გემოვნება აქვს, სხვადასხვა ხედვა აქვს, რომ ერთისთვის შეიძლება ერთი და იგივე საგანი თქვათ ლამაზი იყოს, კომფორტული იყოს, მეორესთვის აბსოლუტურად წარმოუდგენლად უშნო და საშინლად მოუხერხებელი. და ამიტომ ჩვენც დიზაინერებიც მუდმივად სულ ახალ და ახალ პროდუქტებზე ვფიქრობთ, მუდმივად სულ იმაზე იმით ვართ დაკავებულები, რა შეიძლება ახალი მოვიფიქროთ. მე პირადად არასოდეს არ დამიდგა ისეთი პერიოდი ჩემი მოღვაწეობის ამ განმავლობაში, როდესაც თქვათ, აი დამშვიდდი ერთი რაღაცა კოლექცია შევქმნენი პროდუქტებისა და თითქოს თქვათ, იმ მომენტისათვის ეს ჩემთვის საკმარისი იყოს, ანუ ვერასოდეს ვერ ვუთხარი ჩემს თავს, რომ აი ეს საკმარისი ამ ეტაპისთვის, შევხედოთ თქვათ რეაგირებას, ხალხი რამდენად დამეგობრდება ამ პროდუქტებთან, რამდენად იპოვის მისთვის საინტერესო დეტალებს, რამდენად მოუნდება, რომ ის ყოველდღიურად გამოიყენოს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ ეს არის, ანუ რატომაც საერთოდ მე ვქმნი ამ საგნებს და ნივთებს, რომ ერთმა ან ორმა ადამიანმა მაინც იპოვოს ის დეტალები, რაღაცა თუნდაც რაღაცა იდეა დაიჭიროს, რაც მისთვის საინტერესო იქნება და შემდეგ მისი ყოველდღიურად გამოყენების სურვილი გაუჩნდეს. როგორ ხდება თვითონ ამ იდეების გაფილტვის პროცესი, ანუ რატომ მივდივარ ხოლმე იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მაინდა-მაინც თქვათ ერთი კონკრეტული რაღაცა სკამი უნდა შევქმნო, რატომ არის ეს სკამი ხის, რატომ აქვს თქვათ ლურჯი დაბოლოება, ლითონის დეტალები, კონკრეტულად ესეთი ნაჭერი გადაკრული და თქვათ რბილი საზურგე და რატომ არ არის თქვათ რატომ არ აქვს ხელის ჩამოსადები და ასე შემდეგ. ანუ ამაზე დიდი ხანია მე თვითონაც დავფიქრდი, როდესაც ჩანახატებს ვაკეთებ ხოლმე თითოეულ გვერდზე, თქვათ, ამ თითოეულ ფურცელზე უამრავი ვერსია მაქვს ხოლმე გამოსახული პროდუქტის. თქვათ, ერთი შეიძლება იყოს მდგრადი, მეორე მოძრავი, ერთი იყოს, თქვათ, ოვალური, მეორე მრგვალი, ერთი ხის, ერთი, თქვათ, ხის და ლითონის კომბინაცია ერთად. ანუ ფუნქცია მისი ყოველთვის იგივეა, როდესაც თქვათ, ვერსიებს ვაკეთებ ერთი და იგივე პროდუქტისა, თუმცა გამოყენების ხერხი მასალა, ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს და რანაირად მივდივარ აი კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე, რანაირად ვარჩევ ამ თქვათ ასობით ჩანახატიდან ერთ კონკრეტულს და შემდეგ მას ვანხორციელებ, მე თვითონაც არ ვიცი, სწორხაზოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ მაქვს. თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ქვეცნობიერი მიზეზი მოქმედებს ამ გადაწყვეტილებაზე.
შეიძლება იყოს ეს თქვა ყოველდღიური უდარდელი რაღაცა დაკვირვებები, ჩემი გამოცდილებები, ასევე გარემოებები, ასევე ძალიან დიდ გავლენას ახდენს თქვა დროის სხვადასხვა ეპოქა, როგორიც არის თქვა ინდუსტრიული ერა, ნებისმიერი სხვა. საბოლოო ჯამში, ანუ ეს როგორც ვითხარით, ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ფაქტის ახეზეა, რომ ჩემი პროდუქტები ისეთი არის, როგორიც არის, ანუ მათ ყოველთვის დამახასიათებელი ნიშანი, ასე თუ ისე აქვს და ზოგი ფარული, ზოგი ვთქვათ, ძალიან ცხადი კავშირი მათ შორის ყოველთვის არსებობს და მათ აერთიანებს. ინსპირაციის წყარო როგორ შეიძლება რომ საერთოდ შემოქმედს, საიდან მოსდის ინსპირაციის წყარო შემოქმედს, განსაკუთრებით ისეთ გარემოში და ისეთ ქვეყანაში, ისეთ პასიურ ქვეყანაში, ასე რომ ვთქვათ, სადაც არც თუ ისე ბევრი რამ ხდება იმისათვის, რომ ადამიანმა ეს შემოქმედებითი წყარო აღმოაჩინოს მასში ან გარემოში და შემდეგ ის განავითაროს და დახვეწოს. ანუ არც სხვადასხვა თქვათ ხშირი გამოფენებები ან ღონისძიებები ტარდება, სადაც თქვათ ჩვენს პროდუქციაც წარმოვადგენთ და სხვისას გავეცნობით შემდეგ ამ ყველაფრის შეჯერებით თქვათ რაიმე ახალს და საინტერესოს შევქმნით. ამ ასეთ სიტუაციაში ჩვენც ვიბლოკებით, ჩვენც პასიურდებით პასიურ გარემოში თუ პირიქით გვიჩდება იმის ჟინი და სურვილი, რომ ჩვენ თვითონ შევქმნათ ეს რაღაც დინება, ჩვენ თვითონ წამოვიწყოთ რაიმე ახალი. ჩემს შემთხვევაში, ანუ იმ თუ გადავხედავ აი ამ რამოდენიმე წელს, რაც აქტიურად ამ დარგში მოღვაწეობ, ვფიქრობ, რომ უფრო მეორე ვერსია ახლოს არის ჩემთან. ანუ ის ფაქტი, რომ შედარებით პასიური გარემოა, უფრო მიბიძგებს და მაძლევს იმის სურვილს, რომ მე თვითონ წამოვიწყო, თქვათ, ასე თუ ისე რაღაც პროცესები და იმედი ვიქონია, რომ შეიძლება სხვასაც მოუნდეს ამ პროცესში ჩართვა და ერთად უფრო, თქვათ, საინტერესო და ესეთი მასიური დინება დავიწყოთ. ასევე საინტერესოა ამ პროცესის, ჩემი შემოქმედებითი პროცესისათვის ეს გარემო, ანუ რამდენად გამოდის, რამდენად იშოვება ყველაფერი, რასაც როგორი, ვთქვათ, რაც საჭიროა იმისათვის, რომ აი ეს ჩემს მიერ წარმოდგენილი რაღაცა ნივთები რეალურად, ვთქვათ, შეიქმნას, ხო? არის თუ არა რესურსები, მასალა, რამდენად ადვილად გაკეთებადია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში გამოდის ის რისი, თქვათ, რაც წარმოდგენილი მაქვს, რის ესკისაც ვაკეთებ და რაც ჩაფიქრებული მაქვს. მაგრამ ზოგჯერ არის ხოლმე, რომ მართლა მგონია, რომ სახლობანას თამაშობ. იმდენად არაფერი გამოდის, თქვათ, ბავშვები, როდესაც სახლობანას თამაშობენ, მათ წარმოდგენილი აქვთ, რომ თოჯინები მათი შვილები არიან, რომ პატარა პლასმასის ჭიქაში, თქვათ, ჩაი ასხია, რომ ფერად გასქურაზე აჯაბსანდალი თუხთუხებს. და ყოველთვის არიან დირექტორები, აუცილებლად ყოველთვის დირექტორები არიან და ძალიან დაკავებული გრაფიკი აქვთ. ხანდახან მგონია, რომ მეც ასე ვარ, ანუ რაღაც არარსებული რესურსებიდან რაღაცას ხვაფორთობ თითქოს და მე თვითონაც მიკვირს ხოლმე საბოლოო ჯამში, თქვათ, როგორ გამოდის ის იმის სახით, როგორიც წარმოდგენილი მქონდა თავიდან. რამოდენიმე ხნის წინ მილი ვერ ვიშოვე იმ დიამეტრის და იმ სისქის, როგორიც მინდოდა, ანუ შავი ლითონი, ჩვეულებრივი ჯართი ვერ ვიშოვე, როგორც მინდოდა, თქვა, შეიძლება შნური ვერ მეშოვა ისეთი, როგორც მინდოდა, პატრონა, გადაბმა ვერ გამოდის ისეთი, როგორც მინდოდა, საბოლოო ჯამში ისმის კითხვა, რა გამოდის, მაშინ ამდენი რამ თუ არ არის, ხო, მოპოვებადი ჩვენთვის და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩემთვის, მაინც საბოლოო პროდუქტს, როდესაც შევხედავ ხოლმე, მაინც არის ის იდეა, ის ტიპაჟი, რაც მინდა ხოლმე რომ ჩემს ნივთებს გქონდეს, მაინც ასე თუ ისე ჩანს ამ ნივთებში. ტიპაჟში გულისხმობ კონკრეტულ დამახასიათებელ ნიშანს. შეიძლება იყოს, თქვათ, სტილთან რაღაცა ნაზავი, შეიძლება იყოს ირონია, შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაც ყოველთვის თან ერთვის ჩემს მიერ შექმნილ პროდუქციას.
ხშირად არის ხოლმე, როდესაც თქვენ შეიძლება უბრალოდ რაღაცა ლამაზი ხის მაგიდის შექმნა მინდოდეს და ასეც ხდება, იქნება ლამაზი ხის მაგიდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში და უფრო მეტწილად როდესაც რაიმეს ვქმნი, ჩემთვის იმ კონკრეტულ ნივთს ბევრად უფრო მეტი დანიშნულება აქვს, ვიდრე მხოლოდ სიტყვა ლამაზი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც აქამდე აღვნიშნე, ანუ ადამიანების რეაგირება ამ პროდუქტებისადმი, ანუ თუნდაც თქვათ იმის მიუხედავად, რომ ესეთი რთული პროცესია, მართლაც რაღაცა აბსოლუტურად სასოწარკვეთილებაში ვარდები ხოლმე მომენტებში, მგონია რომ всё არაფერი არ გამო, მაგრამ ნუ მაინც გამოდის და რაღაცნაირად როგორც კი ამ პროდუქტს დავინახავ ხოლმე დასრულებულს, მაშინვე რაღაცა ეს მაგიური ზალებით უკანვე მევსება ეს ენერგია, мотиваცია, ინსპირაცია და ყველაფერი ისე უკან მიბრუნდება და მიჩნდება სურვილი რომ ისე ახლიდან დავიწყო ყველაფერი და როგორც კი ერთი ადამიანი მაინც მეტყვის გულწრფელად რომ მოწონს თქვათ რომელიმე ნივთი და დიდი სიამოვნებით იქონიებდა და გამოიყენებდა თქვათ ყოველდღიურად, მაშინვე ანუ ყველაფერი მავიწყდება და ისევ მიჩნდება სურვილი რომ ეს რაღაც ხანდახან არაადეკვატური სახობანა ვითამაშო. მაგალითად, რამოდენიმე დღის წინ დავინახე ჩემი ახლო მეგობარი, ჩემმა ახლო მეგობარმა როგორ დაადო თავი ჩემს მიერ გაკეთებულ საწერ-მაგიდას და ორივე ხელი გაშალა და ესე ჩაეხუტა და ნუ ეს იყო ჩემთვის მართლა საოცარი მომენტი. ან მგონია რომ არასოდეს არ დამავიწყდება და უზომოდ დიდი ინსპირაციის წყაროა ზუსტად ესეთი მომენტები, იმიტომ რომ ეს არის ის რისთვისაც მე საერთოდ რაიმეს ვაკეთებ. ანუ ეს ძალიან ინტიმური ახლო ემოციის გამოწვევა ადამიანებში ამ პროდუქტისა და ამ ადამიანების ძალიან ახლო ურთიერთობა. ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესისთვის, თქვათ, რასაც მე გავდივარ ემოციურად, სულიერად და თვითონ გარემოებებიდანაც გამომდინარე, თვითონ ეს ჩემი შინაგანი ჭიდილი და თითქოს მე როგორც ჩემი თქვათ სულიერი ხედვა და ჩემი დიზაინი ხედვა ფართო ანუ საზოგადოების სურვილების თქვათ რაღაც მოთხოვნილებებისა და გემოვნების წინააღმდეგ. ანუ რამდენად არის საერთოდ დიზაინი ჩემთვის არსებობის წყარო. თუ უფრო თქვათ რაღაცა სულიერი სამყაროს ნაწილია, ანუ საერთოდ რისთვის მუშაობენ ადამიანები იმისათვის რომ ალბათ ძირითად შემთხვევაში მაინც ფინანსური კეთილდღეობისათვის და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს რომ კითხო დიდი სიამოვნებით შეიცვლიდა მის სამსახურს და ხშირ შემთხვევაში პროფესიასაც კი. იმიტომ რომ ნუ უბრალოდ არ აძლევს სხვანაირად ცხოვრება საშუალებას იმისათვის რომ ელემენტარული შემოსავალი მაინც გქონდეს, ესე უწევთ ადამიანებს ცხოვრება. მე უფრო მეტი პასუხისგებლობა რომ მქონდეს, რამდენად მოვირჩევდი ამ გზას, რომელიც არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი და საოცრად არასტაბილური, არ ვიცი. ანუ რომ მყავდეს შვილები, რომლებიც ჩემი მოსავლელია და ჩემი აღსაზრდელია, ამოვირჩევდი ამ გზას. თუ თქვათ უფრო მარტივ გამოსავალს მოვნახავდი, რომელიც ბევრი ფიქრისა და თქვათ გარჯის გარეშე, ასე თუ ისე იმ ცხოვრებისათვის აუცილებელ რესურსებს მაინც მომიტანდა და სახლში დაბრუნების შემდეგ, თქვათ სამსახურის მერე არ მომიწევდა ზედმეტი ფიქრი სხვადასხვა თემებზე და იქვე დავასრულებდი თქვათ აი დავალებულ სამუშაოს იქვე მოვითავებდი და შემდეგ უკვე მე თვითონ ჩემს დროს მე თვითონ მართავდი. ეხლა ბევრად სხვა სიტუაციაა, ანუ ეხლა არა აქვს არანაირი მნიშვნელობა დღის რა მონაკვეთია, შეიძლება ღამე გამოღვიძოს, ან საერთოდ ვერ დავიძინო. სხვადასხვა ახალი რაღაც იდეების მოძიების პროცესში ვარ ხოლმე მუდმივად, თქვით ახალ ფორმებზე, ახალ ფერებზე და ახალ დეტალებზე ვფიქრობ. და შემდეგ არის იმაზე ფიქრი მეწყება ხოლმე, რომ აი რა ვქნა ახლა რო არ დამავიწყდეს ღამე ეს ყველაფერი რაც მოვიფიქრე, ხო არ ჯობია რომ საერთოდ არ დავიძინო, რომ ეს რისკი ღამე დავიწყების ავირიდო თავიდან. ну მოკლედ საკმაოდ რთული პროცესია ჩემთვის, მით უმეტეს ისეთი ადამიანისთვის, როგორც მე ვარ, საკმაოდ უკომპრომისო და ამბიციური, თუმცა ამბიციური ფინანსური და რაღაც მატერიალური განხრით არა, უფრო თვით გამოხატვის და თვით
დამკვიდრების თვალსაზრისით და იმ თვალსაზრისით, რომ მართლაც შევძლო და განვახორციელო ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც აბსოლუტურად ჩემს ესთეტიურ ხედვაში 100%-ით ჯდება. მაგრამ ვთვლი, რომ თუ პროფესია ნებისმიერი რამ, რაცაც ჩვენ ვემსახურებით და ვაკეთებთ, იმდენად ჩვენი პიროვნების ნაწილია, რომ მის გარეშე აბსოლუტურად წარმოუდგენელი არის არსებობა და თუ გამოფიტულები ვიქნებით ისევე, როგორც თქვა, სულის გარეშე ვიქნებოდით გამოფიტულები, ალბათ მაინც ღირს და ამ შემთხვევაში თქვა, მატერიალური კეთილდღეობა ცოტა მეორეხარისხოვანი ხდება. და საზოგადოებაში არსებული წარმატების ნიშნული თქვა ჩვენში არსებული წარმატების ნიშნულისაგან საკმაოდ განსხვავდება და ის მხოლოდ მოიცავს ჩემსა და ჩემს მიერ შექმნილ პროდუქტებს შორის ძალიან გულწრფელ და ინტიმურ ურთიერთობას და იმედს რომ სხვა ადამიანებიც დაინახავენ ამ სიყვარულს და ამ პროდუქტების შეძენით იქნება ჩახუტებით თუ ნებისმიერი დადებითი ქმედებით ამ პროცესში ჩაერთვებიან. და თუ ეს ასე მოხდა, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი სახლობანა არც თუ ისე სურეალისტური ყოფილა და მაშინ ისინიც ჩემთან ერთად გააგრძელებდნენ თამაშს.